სამინისტროებში არსებულ ვაკანტურ პოზიციებზე კანდიდატურები კვირის ბოლომდე დაინიშნება. აღნიშნული შესახებ დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა. არჩილ ხაბაძის თქმით, პოზიციებზე არაერთი კანდიდატურა განიხილება. თუმცა ჩვენი ინფორმაცია შესაძლოა თუ არა აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილედ დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირინა სურმანიძე დაინიშნოს, მთავრობის თავმჯდომარემ დაადასტურა. მან ასევე განაცხადა, რომ აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის პოზიცია შესაძლოა მოვალეობის შემსრულებელმა დავით მიქელაძემ დაიკავოს. ხაბაძის განმარტებით არჩევანი კვალიფიციურ კადრებზე შეჩერდება. კანდიდატურებთან დაკავშირებით კი მისი თქმით, მინისტრებთან კონსულტაციები გრძელდება. დასახელებული კანდიდატურები ამ ეტაპზე კომენტარის გაკეთებისაგან თავს იკავებენ. აჭარის განათლების სამინისტროში კი განმარტავენ, რომ მთავრობის თავმჯდომარეს და მინისტრს შორის კონსულტაციები მიმდინარეობს. ორიენტაცია გრანდია, ესეთი გრანდიოზული და ესეთი მასშტაბების და რუარ ეფექტად ახალგაზრდებს რომ ეს პოლიტიკური კუთხით, პოლიტიკა არ აფუძნებს შეიძლება ჩვენ აპოლიტიკური რამდენიმე ვარიანტი გვაქვს, კი ბატონო, ერთ-ერთი არის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქალბატონი ირინას განიხილება მოადგილეს დანიშვნასთან დაკავშირებით, მაგრამ არაერთია ეს ვარიანტი, იმიტომ რომ იცით რომ ძალიან ბევრს აკეთებს ქალბატონი ირინა. ახალგაზრდობის დეპარტამენტს რაც შეეხება სავარაუდოდ ისიც კვირის ბოლოს რამდენიმე დღეში გადავწყვეტ, მაგრამ სავარაუდოდ მე დავით მიქელაძის კანდიდატურას განვიხილავ და დავტოვებ მოვალეობის შემსრულებელს ისევ ხელმძღვანელად.